მაგრამ სადარი თაობა არის მთელი ისიც აი ლეილაზე ისე როგორც დანარჩენზე ყველაზე საბოციანელები ვართ უყოლანი ჩვენ და აქედან გამომდინარე თავისთავად ცხადია ამის შესახებ გინდა რომ ვილაპარაკო ლეილა ძალიან განათლებული ადამიანი იყო იმიტომ რომ დამთავრებული ჰქონდა უკვე თბილისში უნივერსიტეტი ფსიქოლოგი იყო ის პროფესიით კი და უკვე მე მოსკოვში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი მოსკოვში იყო და მოსკოვში დაამთავრა უკვე უმაღლესი სარეჟისორო კურსები ისიც ძალიან კარგი კურსები იყო იმ თვალსაზრისით რომ გია დანელია სწავლობდა იქ რეზო გაბრიაძე სწავლობდა ერლო მახვლედიანი აი წარმოიდგინეთ როგორი თაობა არის და როდესაც ლეილა ჩამოვიდა საქართველოში აი თითქოს გამოკვეთილი ქონდა უკვე პრინციპები რაც მისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს პრინციპები იყო ქართული ლიტერატურა აი თუ დააგვირდებით მისი პირველივე ფილმები და შემდეგაც ქართულ კლასიკურ ლიტერატურაზე და ნოველებზეა რომელიც უკვე აი 50-იან წლების შემდეგ ახალი თაობა უკვე ჩვენი ახალი ქართული ლიტერატურის კლასიკოსები ვინც მოვიდნენ ეს ძალიან უყვარდა მას ოტია იოსელიანი ძალიან უყვარდა რეზო ინანიშვილი ნოდარ დუმბაძე აი ყველა ამის მიხედვით მას ფილმებია გადაღებული არ ბიჭო ეს ზაღლი? ზაღლი? ხო. რა მაგაზას? იმ საზღარმა მეუფეთენ დადოღნე. წუწრი ალბათ. არა ბაბუ, მშიერია. მოხსენება მაჯინჯები. ნახე ბაბუ. მართლა რა მაგრა დაუნდურა სიმონგვანს. ხო ცოდვა ბაბუ. ჩადი გვეცამძაცში. გაურეცხავი ერბოს ქილათებს. ხო. შარიჯვარი ეგდება იქ რამე. მაგრა დამოუსვიდა, აქ მომიდანე. ახლა ძიში მაიდადა საწყალს ამას. ურია მთავარი ვარა. თაც თვითონაც მოიჭას ლოგს. არის ერთი ინტერვიუ ნოდარ დომბაძის, სადაც ეკითხებიან, რომ აი თქვენი ყველა ნაწარმოები არის ეკრანიზებული, ეკრანზე გადატანილი და აი თქვენთვის რომელია მაინც ყველაზე ახლა ეს ცოტა უხერხული კითხვა რა თქმა უნდა. და ნოდარმა თქვა, რომ მე ყველა რეჟისორის მადლიერი ვარ, ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასე მიაქციეს ჩემ ნაწარმოებებს ყურადღება, მაგრამ თუ მაინც გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, აი რომელი ეკრანიზაცია ნოდარ დუმბაძე, აი მე რომელი ვარ, ეს არის ლეილა გორდელაძის ძაღლი, მოკლემეტრაჟიანი ფილმია და ქეთი დოლიძის კუკარაჩა. ლეილა იყო ძალიან მართალი
და ისეთი გულწრფელი რეჟისორი და სხვა შორის ძალიან ნიჭიერი ქალი იყო ისედაც აი თავისთავად ძალიან ნაკითხი განათლებული და ამიტომ მე ვთვლი რომ მაინც დაუფასებელი რეჟისორია და მაინც აი მისი პოტენცია რაც იყო ის ბოლომდე ლეილა მე ასე მგონია რომ ვერ გამოიყენა არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო მაგრამ ფაქტია რომ ალბათ გარე რაღაცნაირად არ ვიცი აი რაღაცა გარემოებების ბრალი იყო თორე მე ვთვლი რომ ლეილა იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თანაცხოვით ესეთი ხუმრობა ქონდა გიგა ლორთქიფანიძეს რომ სოფლიოში სულ 3 რეჟისორი ქალია და აქედან 10 საქართველოზე მოდის. და მე მგონია რომ აი ამ ათეულშიც ლეილა ძალიან ისე მყარად დგას. დაბრუნებული ღიმილი. სცენარი ეკუთვნის რევაზ ინანიშვილს. ეს ფილმი შედგება 2 ნოველისაგან. ერთი ნოველა, რომელშიც მე მგონი 4-5 ნაწილია, უფრო დიდი მოცულობის, ეკუთვნის ნანა მჭედლიძეს. სათაურით ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება. მეორე ნოველა, რომელშიც 3 ნაწილია სულ, სათაურით ალოობა გადავიღე მე. მაინც ეგრევე აქვს არა? ამას გააყოლებ. მომცილდი აქედან. მაგ ღვინოს არაფერი შეეტყობა, გააყოლე მეთქი ცოტა. გააყოლე მეთქი თორე არ ვიცი რას ვიზამ. დამეკარგი აქედან. ფეხსაც არ მოიცვლი. დამეკარგე თორე სულ ხრად დავარჩენ ამ ღვინოსაცა და აკაურობასაცა. შენ გაგიქრეს ხასიათია, ჰა? ორივე ნოველა ღიმილს, აი კარგ კეთილ ღიმილს გური უნდა მოგვაროს მაყურებელს. ისეთი შინაარსის არის და ისეთი ის მოაქვს რაღაც სიკეთე, რომ ადამიანს, რომელიც ამას შესწრება, წაიკითხავს სცენარს თუ ნახავს ფილმს, ღიმილი გაუჩნდება ღიმილზე. მაგრამ აქ არის დაბრუნებული. ესე იგი, იყო ღიმილი და დაიკარგა. მე დაბრუნდა ეს როგორც ჩემ ფილმში, ისე შენ ფილმში. იყო რაღაც, ნუ ახლა უსიამოვნებები არ დაერქმევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადასალახი რაღაც იყო. რომელიც ბოლოს ღიმილი დამთავრდა. მე ასე რა ვქვიეს. და რაც შეეხება, მე ჩემ ფილმზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემია და მე შეიძლება ვიყო ობიექტური. მაგრამ ლეილას ეს ფილმი არის შესანიშნავი ფილმი. რა მომწონს ჯერ ეს რაღაც არაჩვეულებრივი ეს კახური ყოფა, კახური ცხოვრება, იუმორი და შეხამებული დიდ გემოვნებასთან. იმდენად ხალასია, იმდენად ნამდვილი, იმდენად ქართულია. ეს რაც ჩემთვის მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას ჩვენ ვიცნობთ როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ქართულ კინოს. მისი ჩემი ბოშები, მისი ეკრანიზაცია ძალიან სჭირდებოდა ქართულ კინოს. ძალიან სჭირდებოდა ქართულ კინოს ასევე მისი განსაკუთრებული უნარი, რაღაცა ერთ ინტონაციაზე აეგო ხოლმე მოქმედება, რომელიც იწყებოდა და სრულდებოდა ეპიზოდში, აი ხა კონკრეტულად იმ პერსონაჟებთან ურთიერთობაში მოიტაცეს კამარქალთან დაკავშირებით ვსაუბრობ ამ ეტაპზე და ამ წუთას, ხო? ერთ ინტონაციაზე აეგო ხოლმე მოქმედება, რომელიც იწყებოდა და სრულდებოდა ამ ინტონაციის ცვლილებით. ბათა ქექიას მეორე მისი სახელწოდება არის მთელი ცხოვრება. მე ყოველთვის აი ჩემ ნამუშევრებში ინტერესი მქონდა ნამდვილი ხალხური ტიპების მიმართ. და კიდევაც მეუბნებიან, რა არის სულ სოფელში რო გაქვს ექსპედიცია. ყველა ფილმებზე. ქალაქში საერთოდ არ გადამიღია ერთ-ერთი ფილმის ფრაგმენტები გადავიღეთ თამარქალის თქვა ქალაქი. და აქ არის იყო ამის საშუალება, რომ ესეთი ხალხური ტიპები, რომლებიც მიწაზე მაგრად განან და მიმაგრებულები არიან
თავის მიწას და უყვართ ის და მისთვის შრომობენ და ივიწყიან, აი ესეთი ადამიანების წარმოჩენის საშუალება იყო. ძალიან საინტერესო იყო, რომ ქალ რეჟისორში იმალებოდა ყოველთვის ღრმა გააზრების უნარი, ძალიან ბევრ ამას ღრმად იაზრებდა და როგორც მე ვიცი, ძალიან დიდ პატივს სცემდა მსახიობის შრომას. ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემდა მსახიობის შრომას. ეს ჩემთვის გახლავთ ერთგვარი მარკერი, ერთგვარი ნიშანი იმისა, როგორი შეიძლება იყოს და როგორი ტრადიციული შეიძლება იყოს ქართული ეროვნული კინო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავისებურება, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ ამით დიდი ტრადიციული გზა გრძელდება, რომელიც ქართული კინოს წიაღში არსებობდა და ამ ტრადიციის გამგრძელებლები ყოველთვის იყვნენ ქართული კინოს ავანგარდში და ლეილა გორდელაძე ერთ-ერთი მათგანია. ერთი შეხედვით ცოტა ისეთი თითქოს მკაცრი და რაღაცნაირი ესეთი თითქოს ცივი ქალბატონი შთაბეჭდილებას ტოვებდა პირველი შეხედვით რა და მერე უკვე ურთიერთობაში აღმოჩნდა რომ ეს არის უაღრესად თბილი მოსიყვარულე ძალიან კეთილი ადამიანი ძალიან ვაჟკაცურიც ამასთან ერთად იცით და ძალიან დიდი იუმორით და ძალიან ფაქიზი სულის ადამიანი და აი ზოგჯერ შეიძლება მიკვირდა კიდევაც ესეთი გულუბრყვილოც იცით აი რაღაც ბავშვური და ეს ყველაფერი ერთად აი ამ კომპლექტი ქმნიდა მის პორტრეტს რომელიც აი ძალიან დიდი სიყვარული დამეტოვა მე და ძალიან კარგი მოგონებები სხვა რა ვაგიკითხო რა ვიცი, რა გიქცე. ვარ შემეფერება ის. ბაზარში ვიყავი ახლა და გულმა არ მომითმინა. ვიფიქრე, წავალ დავხედავ ჩემს ბიჭებს მე. ჩემი ჭკუის კალა. იკითხე, ბიცოლა, იკითხე და იქნება შენს ნადიას პეტიკოსავით უმაღლესი არ იკმარო და უმაღლესის უმაღლესი შეხვიდე მაგ შენი ჭკუით. ჩვენს ყოველდღიურობაში დარჩა მისი ფილმებიდან მუსიკა, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული და ეს არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც ქართულ მუსიკალურ კულტურას დაუტოვა მისმა ფილმებმა და ესეც ძალიან ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის. გალიაში ჩასასმელად მინდიხარ, ჩარ ჰე, შენ ხომ ჩემი უთოჩიტი ხარ. არ გეგონოს გალისთვის მინდიხარ, ჩარ ჰე, პატარა უთოჩიტი ხარ. საიდეთელეთა ჩომადრის და მინდიხარ, ჩასასმელად მინდიხარ. ხდებოდა ოჯახურ სიტუაციაზე, სადაც ეკრანზე ჩანს აი შეყვარებული წყვილი, ქალბატონი, მამაკაცი, ყავთ მათ შვილი, აი ამაზე აი დნებოდა, რომ ეს იყო მისი ამოსავალი, რა, ყველაფერი შეეძლო გაეწიოს, აი ეს იდილია უნდა ენახა იმაზე ეკრანზე და ამისთვის სხვათა ძალისხმევაც არ ჭირდებოდა რა, იმიტომ რომ ამას გზნობდა თვითონაც რა, რაღაც ხო იცი, იქ ეკრანზე რომ რაღაცა რომ მიდის, იქ შინაგანად თუ არ გზნობ იმ სუნთქვას, თქვათ იმ მოძრაობას, იმ კამერის, აი განწყობას, აი ამას გზნობდა თვითონ. ხასიათი ჰქონდა რაღაცა ძალიან ძლიერი იყო და რა პატიებდა თქვათ უწესრიგობას არავის და მოკლედ ძილი მომთხოვნიც იყო რა შეუპოვარი ქალია
ყველას თავის ენაზე ელაპარაკებოდა. აი შეეძლო, აი დაუშვათ რაღაც აი ბიჭებთან სხვანაირად ლაპარაკობდა, ქალებთან სხვანაირად, გოგოებთან. აი ყველასთან ქონდა თავისი ენა და ძალიან გონიერი და კარგი ადამიანი იყო. ლეილამ განაახლა აი 30-იანი 20-იანი წლების ბოლოს კლასიკური ქართული ფილმი ჩემი ბებია. როგორც გამოსახულებაში, ისე მუსიკალური თანხლებით უაღრესად საინტერესოდ გააკეთა ყველაფერი და ძალიან კარგად და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფილმი როგორც კინოკლასიკა იმ წლების არა დაუბრუნა არა მხოლოდ საქართველოს. მე ეს მინახავს ვთქვათ გერმანიაში, ბრაზილიაში, სკოლებში, უმაღლეს კინოსკოლებში ამ ფილმით ასავლიან და უჩვენებენ, ისე როგორც სხვა კლასიკურ ფილმებს რა. აი ასეთი ისე რომ დიდი დამსახურება აქვს ქალბატონ ლეილას ქართული კინოს მიმართ, ქართული კულტურის მიმართ, ქართული ლიტერატურის მიმართ. მადლობა მას ყველაფერი ამისთვის. ლეილა იყო ძალიან თბილი ადამიანი. ეს მარტო იმიდან ჩანს, რომ ჯგუფი იყო რა, ესე იგი მსახიობები თუ რეჟისორი და მეორე რეჟისორი და ასისტენტები, ოპერატორი, დიდი ჯგუფია, გადამღები ჯგუფი რა. სულ ყველა იყო ძალიან კარგ ურთიერთობაში ერთმანეთთან. არავითარი ის არ იყო დაძაბულობა. ყველა კარგად ძმურად და მეგობრულად. ახლა ადვილი არ არის 3 თვე იცხოვრო სადღაც სხვაგან და სულ სხვა უცნობ ხალხთან. არ ნაცნობებთან, მაგრამ ახლა ერთად რო ცხოვრობდე და ერთად მუშაობდე, ერთად ისვენებდე, ერთად სადილობდე, ერთად საუბრობდე 3 თვის განმავლობაში. ამას დიდი ის უნდა რა შერჩევა არის საჭირო ხალხის, რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ. ხო და ამ ხრივ ჩვენი ჯგუფი ეს უბრალოდ სამაგალითო ჯგუფი იყო რა. პატეკია, ჩვენ წავალთ არა. ყველაფერზე შენაგეთ პასუხი. ასია ეს. მე დავასახელებდი კიდე ლეილა გორჯელაძის შემოქმედებიდან ძალიან დიდ ისეთ ტილოს, როგორც არის გერნა შენგელაიას რომანი ისა ბათაკეთი. ეს რთული ნაწარმოებია ძალიან. მაღალმხატვრული, ძალიან რთული ნაწარმოებია, სადაც არის გარკვეული ცდა დაიხატოს სიმბოლიური სახე ქართველი გლეხის. მას ჰქონდა ერთი არაჩვეულებრივი უნარი, ყოფით კომედიურ სიტუაციასთან ურთიერთობისა კინოს მიმართულებით და სწორედ ამაში პოულობდა ხასიათებს, ძალიან საინტერესო ხასიათებს, რომელსაც უტყუარად ჰქონდათ აი ის ნიშნები, რომელიც მას აი იმ დროს ახასიათებდა. მაგალითად, მოიტაცეს თამარ ქალი, ჩვენი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და ტელევიზიებით არაერთხელ დემონსტრირებადი ეს ფილმი, სწორედ იმ თვისებების მატარებელია, რომელიც ქართულ კინოს
რაღაცა ნათელ და ძალიან მზიან და შესანიშნავ განწყობას პირდებოდა. ქართულ კულტურაში და ქართულ კინოში ეს ინახავდა ერთგვარად ყოფის კულტურას. ყოფის კულტურა მე შემთხვევით ასევე არ ვახსენე. საქმე იმაშია, რომ მის პერსონაჟებს გამოარჩევთ ეს ყოფითი ურთიერთობების რაღაც ბუნებრივი, თანდაყოლილი კულტურაც, ურთიერთობის სიმარტივეც და მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის არა უბრალოდ გასართობი ფილმები, არამედ ეს არის ფილმები, რომელიც აი ამ ურთიერთობების აუცილებლობაზე და ასეთი ტრადიციული ურთიერთობების და ქართული, თბილისური და ზოგადად აი ამ ჩვენი ნაციონალური მახასიათებლებიდან გამომდინარე აი ამ ურთიერთობების მაჩვენებელია.